თევზაობა ქართველი მამაკაცებისთვის ერთ-ერთი მოწინავე ჰობია, თუმცა ჰობის გარდა ზოგისთვის თევზჭერა დროის გაყვანის ერთ-ერთი საშუალება, ზოგისთვის კი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თბილისში მდინარე მტკვარზე მეთევზეები მრავლად არიან. მათი უმეტესობა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობს. ერთმანეთთან მეგობრობს და თევზაობასთან ერთად ხშირად ერთმანეთს იუმორითაც ართობენ. თუ გაუმართლებთ და ბევრ თევზს დაიჭერენ, ერთად აღნიშნავენ კიდეც. მათივე შრომით მოპოვებულ ტკბრის უგემრიელეს თევზს მიირთმევენ და მეთევზეების სადღეგრძელოს ამბობენ. პენსიონერი ადამიანი რა უნდა გააკეთო, სამუშაო არ არის არაფერი. გამოხვალ ერთობი, ერთმანეთის მეგობრები ვართ უყვალას, ვინც ვართ აქ მეთევზეები, ერთმანეთს ვიცნობთ, თან ერთობით, თან თევზს ვიჭერთ, როცა შესაძლებლობა არის. როცა არა წავალთ ისევ სახლში ცარიელები. მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან აღსანიშნავია მტკვრის წვერა, ჭანარი, მურწა, ხრამული და ნაფოტა. მტკვარში ბინადრობენ ისეთი თევზებიც, რომლებიც იშვიათი სახეობის თევზებს მიეკუთვნებიან. ახლა მე თევზავ და ვნახოთ რამდენად გამიმართლებს. თევზი პირველად დავიჭირე. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რამდენად სასიამოვნო პროცესია თევზაობა. თუმცა მეთევზეები თევზაობის იმ პროცესს, რომელსაც ბრაკონიერები იყენებენ, გმობენ და მათ სამშობლოს მტრებს უწოდებენ. მეთევზეების თქმით, ბრაკონიერები თევზის მხოლოდ 10%-ის მოგროვებას ახერხებენ. უამრავი ხალხია, რომელიც თევზაობს და ნადირობს საქართველოში. მათ შორის არიან ისინი, რა ქვია, სამშობლოს მტრები, ბრაკონიერები. ანადგურებენ როგორც ნადირს, ისე თევზს, არასწორი მეთოდებით. ბრაკონიერები თევზჭერას დენის წყაროს გამოყენებით, ეგრეთ წოდებული აკუმულატორით ახორციელებენ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე თევზს მთლიანად ანადგურებს. ეს არის ეკრანშიკების ნამოქმედარი. თან ამოვიღე ეს ეკრანი დაახლოებით 1-2 მეტრში ნაპირიდან მუხლზე ოდნავ დაბალ წყალში. ერთი გადარჩა ის ერთი წვერა პატარა. დანარჩენები თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ, ნახევრად ჩამპალი არის უკვე. 2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86 მუხლში შევიდა ცვლილებები, სადაც აღნიშნულია, რომ თევზჭერის წესების დარღვევა 50-დან 200 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს. გამეორების შემთხვევაში კი 200-დან 400 ლარამდე გაიზრდება.